მან ნამდვილად ძალიან დიდი სიმდიდრეა ქალისთვის და იმისთვის რომ ის არ გაუფასროდეს, მამის ნამდვილად სჭირდება კარგი მოვლა, მაგრამ პირველ რიგში დიაგნოსტიკა. ეპატიება ქარაფშუტობა ქალს. ბავშვია და შესაბამისად და ადეკვატური რეაქცია ჰქონდა. ძალიან გატახსირებული ქალი ვარ რადგან არ დამოვლო და ბავშვებთან გაცილებით უფრო დაბნეულია ვიდრე მამაკაცებთან, მაგრამ გათამამებული ვარ რომ 8 წლის ბავშვისგან ველოდებოდი შეკითხვას ამ საყომას რას აკეთებ. პირველად რო გავიგე ქარაფშუტა, რა თქმა უნდა ვერ წარმოვიდგენდი რომ შენ იქნებოდი ამ ბავშვის მამა, მაგრამ ძალიან სასიამოვნო ხუმრობა იყო. აი ბავშვების გადაცემის კი გამაგდე. Ani გამარჯობა, თეავა რაორაოდან. Ani, გადაცემაში მინდა რომ მოხვიდე. ხუთშაბათს 12 საათზე გელოდებით. კარგი, პაკა. გამარჯობა. Pavisa პირველი კითხვა. ქალბატონოვანი, გითხრათ რა მაინტერესებს ტელეფონი როგორ ეკავს? ტელეფონი რეკავს, სხვადასხვა ზარი აქვს ტელეფონს. მე მაგალითად ძველი ტელეფონის ზარი მაქვს დაყენებული. შენ გააქვს ტელეფონი მობილური? ორ შაბათს რატომ დაარქვეს? ორ შაბათი, სამ შაბათი, სამ შაბათი, ოთხ შაბათი, ოთხ შაბათი. ხუთ შაბათს, ხუთ შაბათი. და აი, პარასკევს რატომ დაარქვეს? პარასკევი ექვს შაბათი დაერქვათ. 6 შაბათი დაერქვათ, მართალი ხარ. 2 შაბათი, 3 შაბათი, 4 შაბათი, 5 შაბათი, პარასკევი რეალურად მეხუთე დღე არის. შენ როგორ ფიქრობ, რატო დაარქვეს 6 შაბათი? ფუტკარი რომ ადამიანს კვდას, თვითონ ფუტკარი რატო კვდება და ადამიანი რატო არ კვდება? მე მგონია, რომ ხანდახან ადამიანი უფრო შხამიანია ვიდრე ფუტკარი. რეფერენციული სენტენსები ასახავს თუ არა ტექნიკურ კატაკლიზმებს? შენ იცი რას ნიშნავს ტექნიკური კატაკლიზმები? დედა სკოლაში როდესაც ვიყავ, მის გაკვეთილებზე ვიჭერქი და თავის მასწავლებლებს უხსნი და შეგიძლია ამიხსნა? ფეხების დაბანა რა ღირს? ფეხების დაბანა? გააჩნია როგორ კი იცი სათომ გაკითხებით. რატომ ეკითხე? დედა ჩემი ყოველთვის მეუბნება თუ გინდა ფეხები გაგვანაო 5 ლარი გადამიხადეო და არ არის ძვირი 5 ლარი. 5 ლარი არ არის ძვირი და რა დაგებადა ეს შეკითხვა? გართმევს დედიკო 5 ლარს ყოველდღე. კი, მეუბნები 3 ლარს გადაგიხდით და არა, მეუბნება. იცი როგორ შევთანხმდე შენ? მაინც ჩაიტარა ეს პროცედურა სულ რომ რაღაც სასწაული ფასი დაგიჭდეს, კარგი? Ani, შენ რა გვარი ხარ? მე ვარ გიუნტერი. რა გითხე?
გვარი მკითხა ბავშვმა. ხო, მაგრამ რატო აკადრებ ანის? მე შეხო აგიხსენი. არა უშავს მკითხა. არ გცხვენია, მიხსენი. მე რატო აკითხა? ამ გოგოს გვარი, ნუ თუ არ გცხვენია შენ. კარგი მეორე ნათია. ალბათ მოვუხადე ხა ბოდიში დროზე. მეორე ალბათ მოხვალ შენ აქ, მოუხადე ბოდიში. რატო? ბოდიში მოუხადე წესიერად. რატო? დროზე! დაიჩოქ ახლა და უთხარ ბოდიში. და მეორედ მოხვალ შენ აქ ალბათ. დაჯდა ხა ყველა და წესიერად. რა არის ეს? როგორ იქცევით? ვერ გავიგე. ზოგი რაღაცას აკეთებს, ზოგი ვერისვენებს კაცს. არა, ნათია, კარგი. სხვათა შორის ყველა გადაცემაში სადაც ვარ მიწვეული, ყველა მეკითხება გვარს და წარმოშობას და ამიტომ. რა წესია? უნდა იცოდეს, ხო ბავშვა, არ უნდა ეკადრებინა ეს შენთვის. რატომ უნდა ეკადრებინა? მოსურო ჭკვიანი ბავშვია და რაღაც არ კითხვა. შენ ხო ჭკვიანი ბავშვი ხარ. შეგიძლია სხვა შეკითხვას დამისვა. კითხავს შემდეგს ვინ სვავს, აღარ მახსოვს. არ გაქვს შეკითხვები? კითხვა დავსვა არა ის. აბა რა უნდა ქნა? არ გინდა? ცხოველია, სირცხვილი. აბაჭია, ტრაცალია. კაი, ნათია, რა გჭირს, როცა მოვუვათ აზრად, ალბათ მკითხავენ, რა პრობლემაა? ბოდიში რა ცაბა. ვაიმე, იცი რა მაგოცებს, რომ ბოდიშს მიხდი ამაზე? ბაჩანა, მოდი ჩემთან. მოდი ერთი წამით. მოდი. მოდი ერთი წამით, მოდი. არაფერი სიცხვილი არ არის, მოდი. ვინ არის ეს კაცი? მოდი, მე ვარ ანი გუნტერი. მოდი გაგიცნო. აი, მაპატია. ვაიმე, ნათია, გეხოცები ბოდიშს ნუ მიხდი, თუნდაც იმიტრო შენი გვარ. მასე მოიყვანე ბავშვი ეს. აი, ბაჩანა არ გადამრია. მოიცა შენ მიხედა და მე უპასუხო. ოღონდ რო არ ამიხსნა მე ტექნიკური დიფერენცირება რას ნიშნავს ზუსტად? მე გავაკეთებ. ამას არ გაპატიებ. ეს ჩავამთავროთ რა ეს ყველაფერი. შემდეგი ვინ სვავკი? ანი არ საყავს რას აკეთებ? შენ რამდენი წლის ხარ? რუის. ეს შეკითხვა ვინ გასწავლა? რა ვიცი ერთხელ ვიყავი სადღაც და ბიჭი ეუბნებოდა გოგოს. და გაითვალისწინა. კარგი, თაბა მოდი შემდეგი ვინ არის მიეცი, ხო? ანი ქარაფშუტა დედაკაცი რას ნიშნავს? ქარაფშუტა დედაკაცი? შენთვის რას ნიშნავს დედაკაცი? დედაკაცი ალბათ ქალია. მამა ჩემი დილი თქვენ რო გიყურებთ, სულ ამბობს ვინ არის ეს ქარაფშუტა დედაკაციო. ანუ მამა შეინთვლის რომ მე ქარაფშუტა დედაკაცი ვარ. შეიძლება. დედაკაცი ნიშნავს ქალს. შენ როგორ ფიქრობ, რას ნიშნავს ქარაფშუტა ქალი? შენ რამდენი წლის ხარ? რა? რამდენი წლის ხარ? მე 9 წლის ვარ. ხარ ქარაფშუტა? არა. რას ნიშნავს შენთვის ქარაფშუტა, როგორ ფიქრობ? ქარაფშუტა დედაკაცი. გავიგონი და იმიტომ გითხეთ. მაშინ მამაშენს ვკითხავ მერე თუ რას ნიშნავს მისთვის ქარაფშუტა დედაკაცი. მაგრამ მაინც კარგია რომ ყოველდღიურად მიყურებს. აქ არის თუნდაც მოვიყვრა და თვითონ გეტყვით. მამა შემოიყვანო. ძალიან მესიამოვნე ეს ყოლებიო. ეს თავარია გერმანული ლუდი. მე 6 ობიექტი ხარ 2008 წელს.